ძიმე გამოცდილების კონე ჟურნალისტი ხარ უკვე. ნუ საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს ძალიან ძიმე შემთხვევები, ახსოვს ომი, ახსოვს სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ძიმე ფაზა და ასე შემდეგ და თითქოს იმაზე უარეს თუ რამეს ვნახავდით აღმოჩნდა რომ არსებობს უარესები, როდესაც შენიანი, ასე ვთქვათ, იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც პირიქით უნდა ზრუნავდეს ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე, თავარი თავდამსხმელი არის. და რაც თავარია არსებობს მთელი სისტემა, რომელიც მას გეშავს, რომელიც მე მას ფარველობს. ძალიან რთულია ასეთ ეს ტოქსიკური აღარ არის. არის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ჟურნალისტის ოპერატორის მუშაობა. მაინც აგრძელებ მუშაობას. აი ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ სულ გეკითხებოდი რომ აი როგორ ხერხემლის მალაზია ლაპარაკი აქ ხოლმე თითის ანუ ნეკათითის იმაზე არ არის ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, როგორც კი შეძელი კი არა და სანამ შეიძლებოდა, მე ხო ნამდვილად ვიცი, შენ უკვე სამსახურში გამოხვედი. რატო აკეთებ ამას? რა გამოძრავებს? რა არის ენთუზიაზმი? ხო, იმიტომ არა რომ რაღაცა განსაკუთრებულად მამაცი და უშიშარი ვარ, პირიქით ძალიან მეშინია და იმაზე მეტად ვიდრე ოდეს მე შემშინებია, მაგრამ აი ახლა მნიშვნელოვანია რომ ამ შიშს არ გავექცეთ, პირიქით თვალები გავუსწოროთ და გავაანალიზოთ რატომ გვეშინია. და კონკრეტული მაგალითებით მინდა მოვუყვე მაყურებელს გელა რასურათსაც აღწერ და ეს არ მოხდება 3, 4 და 5 წელში. ეს მოხდება რამდენიმე თვეში. ანუ ეს არ არის შორი პერსპექტივა რა. მე უბრალოდ მინდა მაყურებელს ვუთხრა რომ თუ მათ გონიათ რომ ეხა ეს რუსთაველზე სხვა ხალხია და მე აქ სხვა ვარ და მე ეს არ მეხება, ეს არის ძალიან ცდარი შეხედულება. აი კონკრეტულად ჩემი მაგალითით ავხსნი რატო. 4 თვე გავიდა გიორგი და საქმის მასალები მე ჩემს გადაცემაში ვაჩვენე საკმაოდ მასიურია, ხო? რაღაცა შეხედავ ამ ფურცლებს და ვიფიქრებ, რომ ვაუ, რამდენი უმუშავიათ, რამდენი რაღაც მოუძიებიათ და მოკლედ, ირკვევა ასეთი რამ. ჩემზე თავდასხმის დროს 29 ნოემბერს 2024 წლის დილის 5 საათსა და 14 წუთზე ითიშება ყველა კამერა. ამ მასალებში არის მიმართვა სუსისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, პარლამენტისთვის, თბილისის მერიისთვის, რომ თქვენს კონტროლ ქვეშ არსებული სათვალთვალო კამერები გთხოვთ მიაწოდოთ კოკა-კაციტაძის უწყებას. ეს სტანდარტული პროცედურა, რომელიც სხვათა შორის მე თვითონ გთხოვე გამომძიებელს, რომ განახორციელებინ. ანუ გაკვირვებით კითხა კი, მაგრამ რადგინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიო, ეს ყველაფერი ხომ შენმა ოპერატორმა გადაიღო. დავინდა ცოტა შოკი მქონდა რომ მეთქი რატომ მეკითხება რა ხდება და მე ვუხსნიდი რომ აი იქნებ ის სპეცრაზმელი მე ქურდულად უკრიდან რომ მომეპარა გამთიშა და გაიქცა სადღაც მიიმალა იქნებ კამერაში ჩანდეს ის სადღაც გარბის და ნიღაბი მოიხსნა ან რომელიმე დანაყოფს შეუერთდა და იქნებ დავადგინოთ ამით ვინაობა. ხო, კარგია რადგან ასე მიიჩნევა, ამოვიღებთო. ნუ ამაზე პასუხი 4-ვე უწყებისგან არის რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩემზე თავდასხმა მოხდა, ყველა კამერა წყობიდან გამოვიდა. წარმოუდგენელი თავხედო. ეს ერთი ნიუანსი. უტიპრობა ქვია. ხო, და იქვე მე ამ ყველაფრის მე მივუთითე, რომ იქნებ კერძო ობიექტებს თხოვოთ, რომ მოგცეს კამერები და ისეთი რაკურსებით ამოიღეს გიორგი ეს ჩანაწერები, მე საერთოდ არ ჩანვარ, ჩემზე თავდამსხმელი მით უმეტეს არ ჩანს, ჩემზე თავდასხმის ფაქტი საერთოდ არ ჩანს და აი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კადრს მივაგენი, სადაც ჩემი ფეხსაცმელები ჩანს და ჩემი ფეხი. და მე თვითონ ვიცანი რომ მე ვიყავი, მხოლოდ ფეხი ჩანს, არ ვუტრირებ. და რისი თქმა მინდა ამით ამ წვრილმანებში რატომ შევდივარ, ხო? ისევ იმ მაყურებელს მიუმართავ, ვინც ახლა სავარძელშია, ხვალად სავარძელში იქნება ტელევიზორის წინ და რაღაცა შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ, ჩვენი არხი არ მოვწონს და საყვედუროს თავის ცხოვრების რუტინა აქვს და ვიღაცები ურევენ ცოტა. აი ნახეთ რაზე დაფიქრდეთ. რაზე მინდა რომ დაფიქრდეთ. ხო, შესაძლოა რაღაცა მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა შეგემთხვათ ქუჩაში და აღმოჩნდეს მეორე მხარეს, არ ვიცი, მამუკა მდინარაძის, ნინო წილოსანის, ირაკლი კობახიძის ნათესავი, მეგობარი, ვიღაცა. და ამ საგზაო შემთხვევაში თქვენ შეიძლება საერთოდ დამნაშავე არ იყოთ, მაგრამ თქვენ გაგასამართლებენ, თქვენ მოგთხოვენ პასუხს. იმის გამო რომ ზუსტად გაიგოვა რომ ჩანაწერები კამერის იმ მომენტში არ მუშაობდა, როცა ეს ინციდენტი თუ შემთხვევა მოხდა. იქ აღმოჩნდება ვიღაცა მოწმე, რომელიც იტყვის რომ ყველაფერი ხო, მოწმე ნომერი 1, მოწმე ნომერი 2. ან კონტაქტს დაწერს ვინ. რისი ახსნა მინდა, რა ჩემი მაგალითი გავრცელდება თქვენზეც და არა მხოლოდ რაღაცა ესეთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, ხო? უკვე საყოფაცხოვრებელ დონეზე
თქვენზე. ეს ყველაფერი მოვა თქვენს ჭიშკრამდე, თქვენს კარამდე, თქვენს ბინამდე და ამაზე იფიქრეთ. შესაძლოა თქვენ მე დღეს არ მოგწონვათ, არ გესიმპათიურებით როგორც ჟურნალისტი, მაგრამ იფიქრეთ იმაზე, რომ ზუსტად ეს რეალობა მე უკვე თქვენზეც გავრცელდება და ხო გელამ რაც თქვა ხო შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ ჩვენ მოვდივართ თქვენთან, გეკითხებით აზრს, გელაპარაკებით, ვცდილობთ გავაშუქოთ თქვენი პრობლემები და აი რა ვიცი, იმედზე იფიქრონ, რა ბოლოს როდის მოვიდა იმედის ჟურნალისტი მათთან და როდის კითხა, როგორ ხართ, რამე ხომ არ გიჭრით. აი როდის იყო ასეთი შემთხვევა ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი და ან თუ მოვიდა და ეკითხა მე ეთერში თუ მოკრა თვალი.